თქვენ უყურებთ კურიერს 12 საათზე მე სანდრო კაჭახიძე ვარ გამარჯობა. მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. კითხვაზე უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და უნდა შესრულიყვნენ თუ არა პარლამენტში. პაველე ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ის ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა. პასუხად ქართულ ოცნებაში დღეს ელჩის არაერთი განცხადება გაიხსენეს, რომელიც მათი შეფასებით სწორედ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. საუბარია ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდებას და ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე შეფასებებს ეხება. ლელა ჯავახიშვილი მუშაობს ამ თემაზე, სწორედ მისი პირდაპირ ჩართვით ვიწყებთ კურიერს. ლელა, რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში? რატომ არ გააკეთა ევროკავშირის ელჩმა კომენტარი პარტიების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით? ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამით დიპლომატმა მიანიშნა ევროკავშირის ზოგად პოზიციაზე არჩევნებთან მიმართებაში, რომელიც აქამდე ევროპარლამენტის რეზოლუციებსა თუ ევროკომისიის განცხადებებში იყო გამოხატული. ხელისუფლების ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა და ზოგადად სტატუსის შემდეგ ქვეყანას აქვს აღებული გარკვეული ვალდებულებები და ელჩის აქამდე გაკეთებული განცხადებები და მისი გამოხატული პოზიციები პოლიტიკურ საკითხებზე სწორედ ამ კონტექსტში უნდა იყოს აღქმული და ეს არ უნდა შეფასდეს როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ყველა ის თემა, რაზეც მოდიოდა პოზიციონირება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ებრძნებოდა იმ ვალდებულებებს, რაც ჰქონდა აღებული ქართულ ოცნებას წერილობით და იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, თუ იქნება ეს უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ავალდებულებს ოცნებას, რომ დემოკრატიული რეფორმები ჩაატაროს, ისევე როგორც არსებობდა ადამიანის უფლებების პატივისცემა. და როდესაც ამაზე მოდის რეაგირება, ეს არის ცრუდ წარმოდგენილი ჩარევა. ევროკავშირის ელჩი არასოდეს ევროკომისია თავისებურებიდან გამომდინარე ახალ არჩევნებს არასახელებს. არასოდეს ამბობდა და ამბობს პოლიტიკურ ვითარებაზე, პოლიტპატიმრების გამოშვებაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამიტომ გასაგებია, რომ მას პოზიცია არ შეუცვლია. მეორე არის ევროპარლამენტის მკაცრი პოზიცია, რომ აქ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ქართული ოცნება კი დიპლომატიის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. უმრავლესობა იხსენებს პაველე ჰერჩინსკის ძველ განცხადებებს, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს თუ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებებს. ამბობენ, რომ მის პოზიციონირებდა პაველე ჰერჩინსკი როგორც ღიად ოპოზიციის მხარდამჭერი მოწოდებებით და ამბობენ, რომ ახლა ელჩი იმ განცხადებით, რომლის მიხედვითაც ის ამბობს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა, ევროპელი ბიუროკრატების ინტერესებს ატარებს. გვახსოვს მაგალითად კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებს, იქნება ზეამაღლობელი თუ სხვა, ამ მოცემულობაში ის აცხადებდა მის სურვილებს და არა იმ რეალობას, რაც საქართველოში არის და საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჰერჩინსკის და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც დაუდნენ მოცემულობას სააკაშვილს პეტენციურ დაწესებულებაში ვინმე აწამებს. გვახსოვს სასამართლო სხდომებზე კონკრეტული ჩინოსნების, ელჩების დასწრება, რომელიც რა თქმა უნდა რა არის სხვა თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა. კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ რადიკალებს, რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას ურთიერთთანამშრომლობას, საზოგადოებას რადიკალების ხარდაჭერას, ისეთ პოზიციაზე დგომას სთავაზობდა, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს ჰერჩინსკის და სხვა ევროპელი ბიუროკრატების სურვილს ჩაერიონ საქართველოში და საქმეებში. ამბობს, რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისი არისო. მთელი მისი მოღვაწეობა სამწუხაროდ არა საქართველოს ერთიანი ინტერესის გატარებას, არამედ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას მოხმარდა, რაც ნამდვილად ნიშნავდა საქართველოს შიდა საქმეებში არა მართლწულ მიერ ჩარევას. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს.
განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა, პაվել ჰერჩინსკიმ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა მედიამ მას მიმართა კითხვით, რას ფიქრობს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობასთან დაკავშირებით. მადლობა ლელა, ეს იყო ლელა ჯავახიშვილი. თვითმმართველობის არჩევნების დილემა ოპოზიციაში აზრები ისევ გაყოფილია. ერთი ნაწილი საარჩევნო მარათონში მონაწილეობაზე უარს ამბობს, მეორე კი პასუხის დეკლარირებას არ ჩქარობს. ნაციონალურ მოძრაობასა და კოალიციას ცვლილებებისთვის ღიად ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. დანარჩენები კი ჯერ ისევ ფიქრობენ. მართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ოპონენტებზე კი ფიქრობენ, რომ საბოლოო პასუხამდე გარედან მიღებულ მითითებებს ელოდებიან. ჩვენ ვებზადებით ყველა არჩევნებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ის რა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანში იქნება, პოლიტიკური პარტია ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს ამისთვის. ეს იქნება თვითმმართველობის არჩევნები, ეს იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ ნებისმიერი სხვა. აქედან გამომდინარე, როდესაც ვიღაცები ძალიან ნერვიულობენ, რომ თურმე ვემზადებით ან ემზადებიან, რა თქმა უნდა, ვემზადებით და თუ არ მოვემზადებით ან თუ გადავწყვეტ ყველაფერს ბოიკოტი გამოუცხადოთ, მაშინ ამას რა თქმა უნდა გაგაგებინებთ. დღეს ჩვენ ბოიკოტს არ უცხადებთ არც ერთ არჩევნებს. კოალიცია ცვლილებისთვის არ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ახალ არჩევნებთან ერთად პოლიტიკურები უნდა განთავსდეს. ამის შემდეგ მზად ვარ თვითმმართველობის არჩევნებშიც, ახალ საპარლამენტო არჩევნებშიც ქართული ოცნება დავამარცხოთ. ეს პარტიები დადიან რეგიონებში, ატარებენ შეხვედრებს, იგივე შეიძლება ითქვას. ახალთან დაკავშირებითაც ლელოც, მათ შორის კახარიას პარტია, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ემზადებიან არჩევნებისთვის. რატომ არ ამბობენ ამას ახლავე ღიად, ეს როგორც ჩანს არის დამოკიდებული მათ გარე პარტნიორებზე, როდის მიიღებენ საბოლოო დავალებას, რომ ან მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ან არ მიიღონ. იგივე მეგობარი აქტი, ან სხვა განცხადებები, რომელიც ევროკავშირიდან თუ სხვა სტრუქტურებიდან გვესმის, ჩვენს პირდაპირ უკავშირდება მათ შორის მოხლოვებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომ იქნება არჩევნებამდე მაქსიმალურად დააზიანონ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, მაქსიმალურად დააზიანონ კონკრეტული განცხადებები თუ ქმედებები საქართველოს ხელისუფლება, თუმცა ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია ერთიანად მიიღებს, საცალკე მიიღებს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მათ შორის დაწყებულია კონსულტაციები მერების და საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევაზე, ახლოს კვირებში დაიწყება უკვე აქტიურად საარჩევნო კამპანია და დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს ქართულ ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმარჯვოთ მეათე საიუბილეო არჩევნებში. საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე და შეფასებები. შეკრება, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ, გვიან ღამით დასრულდა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხანგრძლივი კამპანიის და ორგანიზატორების მხრიდან მოწოდებების მიუხედავად აქცია არ იყო ხალხმრავალი. მათივე თქმით, ქართულ ხალხს ნამდვილად სურს ევროკავშირისკენ სვლა, თუმცა არა დესტაბილიზაციის გზით. ხალხს რა თქმა უნდა ევროკავშირისკენ სვლა. ისევე როგორც ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს და ნაბიჯებს დგავს. მაგრამ ხალხს არ უნდა რომ ეს იდეა გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისათვის და ხელისუფლებაზე შეტევისათვის, ინსტიტუტების გრევისათვის. ეს რეალობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისა, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის კოკაინი, MDMA, ლიზერგიდი, ფსიქოტროპული ნივთიერებები და მარიხუანა ამოიღეს. ასევე სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფი. დანაშაულები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამხრეთ აზიაში დაპირისპირება მწვავდება პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ეს არის პასუხი ნიუ-დელის ქმედებებზე აცხადებენ ისლამაბადში და იმუქრებიან, რომ ყოველ შეტევას შეტევით უპასუხებენ. უნდა ველოდოთ თუ არა ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. ლუკა ჩანგელი აკვირდება მოვლენებს და ისახლა კურიერის ეთერს შემოვართ და ლუკა, სადამდე შეიძლება მივიდეს ორი ბირთვული სახელმწიფოს დაპირისპირება, რაც აცხადებენ ლიდერები? წინასწარ პროგნოზის გაკეთება ბუნებრივია ამ შემთხვევაში რთულია, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ უკიდურესად დაძაბულია მხარეებს შორის როგორც დიპლომატიური, ასევე სხვა შუამავლების მეშვეობით ურთიერთობა. ამ მომენტში არც პაკისტანი და არც ინდოეთი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ისინი გეგმავენ, რომ ბოლომდე მოახდინონ ქაშმირის რეგიონის შეერთება. თავისუფლად, რა თქმა უნდა, პაკისტანი ცდილობს, რომ ის გახადოს მისი სახელმწიფოს იურისდიქციის ნაწილი, ხოლო ინდოეთი ფიქრობს და ცდილობს, რომ ქაშმირის რეგიონი სრულად
გახდეს ინდოეთის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორია. უნდა ითქვას ისიც, რომ მხარეებს შორის დაძაბულ ურთიერთობას მოწმობს ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები, აქტიურად იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დასახლებული პუნქტები და ამის პარალელურად პირველად ინდოეთმა გააუქმა 1960 წელს მხარეებს შორის გაფორმებული ინდის ხელშეკრულება, რომელიც როგორც პაკისტანს, ასევე ინდოეთს აძლევდა შესაძლებლობას, რომ ესარგებლად თანაბარი პირობებით მდინარე ინდის საცავებით. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომენტარებს უკვე აკეთებენ როგორც დელის, ასევე ისლამაბადის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ გაჩერება არ მოხდება მანამ სანამ კონკრეტულ მიზანს მხარეები არ მიაღწევენ. ამის დასტურია ისიც, რომ 7 მაისს ინდოეთმა დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია პაკისტანის ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებას დღეს უკვე ოფიციალურად ისლამაბადმა უპასუხა და ასევე პაკისტანმაც დაიწყო ინდოეთის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის, ეს ინდოეთის არჩევნებია. თუ მათ სურთ ამის გაგრძელება, კარგი. გარწმუნებთ, ჩვენ დავასრულებთ იმას, რაც მათ დაიწყეს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პაკისტანი ბოლო 48 საათის განმავლობაში ინდოეთის ტერიტორიას თავს ესხმოდა. ისინი უბრალოდ ამბებს იგონებენ. დადგა დრო დავსვათ ნამდვილი, უფრო მნიშვნელოვანი კითხვები. ინდოეთის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს კინემატოგრაფიული და თეატრალური ცხოვრება. ისინი უნდა გამოვიდნენ გამოგონილი სამყაროდან. მათ უნდა შეწყვიტონ ფიქციის შექმნა. ინდოეთმა ახლახანს 6 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა ადამპურიდან. კიდევ ერთხელ ნათლად განვაცხადე, რომ სამიზნეები იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურა, ტერორისტული ობიექტები და ის ადგილები, რომლებიც იყო დაკავშირებული ინდოეთში, ტრანსსასაზღვრო ტერორიზმის ინციდენტებთან. სინამდვილეში პაკისტანი ბოროტად იყენებს რელიგიურ ობიექტებს, როგორც საფარს, რათა ფაქტობრივად რადიკალიზაცია მოახდინოს და მოამზადოს ტერორისტები. სინამდვილეში პაკისტანის თავდასხმის შედეგად ათეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა და უფრო მეტი დაშავდა. პაკისტანი არის ის, ვინც არგულს ხელშეკრულებას, განზრახ ქმნის სამართლებრივ ბარიერებს, რათა ინდოეთმა ვერ განახორციელოს თავისი კანონიერი უფლებები დასავლეთის მდინარეებზე. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის არსებულ დაპირისპირებას თვალს ადევნებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ბუნებრივია კეთდება განცხადებები და ამის პარალელურად ასევე ვხედავთ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს. მაგალითისთვის დღესვე გახდა ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სატელეფონო კომუნიკაციას მართავს როგორც ინდოეთის, ასევე პაკისტანის წარმომადგენლებთან. ასევე თანმიმდევრულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მხარეებთან ჩინეთისა და ირანის ლიდერების მხრიდან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს სამი ძლიერი სახელმწიფო ირანი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ახლა არის ორიენტირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მორჩეს და დასრულდეს კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი თავიდან აიცილებენ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას. ჩვენს რეგიონს სჭირდება მშვიდობა, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება. ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი არის საკითხი, რომელშიც სახელმწიფო მდივანი და რა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მარკო რუბიო ძალიან აქტიურადაა ჩართული. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს ამ კონფლიქტის სწრაფი დეესკალაცია. დონალდ ტრამპი ხვდება, რომ ეს ორი ქვეყანა 10 წლეულების განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებაშია. კონფლიქტი დაიწყო დიდი ხნით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში იქნებოდა. თუმცა მას კარგი ურთიერთობები აქვს ორივე ქვეყნის ლიდერებთან. ხოლო სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რომელთანაც გუშინ ვისაუბრე, მუდმივი კომუნიკაცია აქვს ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერებთან, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს. 2019 წლის შემდეგ პირველად პირდაპირ კონფრონტაცია ინდოეთსა და პაკისტანს შორის 7 მაისს მოხდა, მაშინ როდესაც ინდოეთმა ოფიციალურად დაიწყო სამხედრო ოპერაცია პაკისტანის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ჩვენ არაერთი სამხედრო ესკალაცია და დაპირისპირება ვნახეთ მხარეებს შორის, როგორც დელი, ასევე ისლამაბადი ამბობს, რომ ისინი სამხედრო კონფრონტაციის შეჩერებას არ აპირებენ, ვიდრე სასურველ მიზანს არ მიაღწევენ. მადლობა ლუკა, ეს იყო ლუკა ჩანგელია. და კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამჯერად აღმოსავლეთ ევროპაში. ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ. ლიდერები უკრაინის დედაქალაქში მსურველთა კოალიციის შეხვედრას გამართავენ. კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დახვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინაში 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ამზადებენ. წყაროს ცდობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ცალმხრივად გამოცხადეს ცეცხლის შეწყვეტა თუ რუსეთს პასუხის გასაცემად მოკლევადა მისცემ. მოსკოვის უარის შემთხვევაში ამერიკელები და ევროპელები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებით იმუქრებიან.
ორივე მხარისთვის კონკრეტული გზავნილი მაქვს. დაასრულეთ ეს ომი. ყოველ კვირა 5000 ჯარისკაცს ვკარგავთ, როგორც რუს, ისე უკრაინელ ჯარისკაცებს. და ვიმეორებ, დაასრულეთ ეს უგუნური ომი. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს. მათ ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. 9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოაშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უკრაინის ზაკარპატიეს რაიონში. სარკისებურია უნგრეთის პასუხით, ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევეს. ჩვენ არასდროს შევთანხმებულოთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატოს წევრობა გარანტირებული იქნებოდა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გერმანიის კანცლერთან ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ნატოს წევრობის პერსპექტივას, თუმცა არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. მთელი ნატო ეთანხმება უკრაინის შეუქცევად გზას ნატოსკენ, მაგრამ ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის გარანტირებული იქნებოდა ნატოს წევრობა. ეს არასდროს შეთანხმებულა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ნატოს მოკავშირეებმა თქვეს, დიახ, იარსებებს ნატოს წევრობის პერსპექტივა. ეს უფრო შეორეული პერსპექტივისთვისაა, არა ამჟამად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. როგორც მანამდეც ვთქვი, მე მიხარია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჩეხი გაარღვია, რომ პროგრესი მიიღწევა. ამ მომენტში არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსა და უკრაინას შორის. უნგრეთის საუნივერსიტეტო ქალაქ სეგედში საქართველოს საპატიო საკონსულო პირველად გაიხსნა. საპატიო კონსული მიხაილ შაბი გახდა. დიპლომატიურ მისიაში ამბობენ, რომ საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ბიზნესის და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. გაიხსნა საპატიო საკონსულო პირველი უნგრეთში, რომელსაც უხელმძღვანელებს ბატონი შაბი მიხაელი. იგი დაიბადა საქართველოში, მას ძალიან კარგი ცოდნა აქვს საქართველოს შესახებ, იცის ის გამოწვევები, რაც დღესდღეობით არსებობს საქართველოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან ღირსეულად გაუძღვება ამ საქმიანობას. მას ძალიან ბევრი სამომავლო პროექტი აქვს დაგეგმილი და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში განხორციელდება. მე მჯერა, რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა კულტურული ამოცანა. დიპლომატიურ დონეზე საქართველოსა და უნგრეთს შორის უკვე არსებობს შესანიშნავი ურთიერთობა, ხოლო ჩემი მისია ამ ორი ქვეყნის დაკავშირება კულტურულ და შესაძლოა სამეცნიერო მიმართულებით. სეგედი საუნივერსიტეტო ქალაქია და მრავალი ქართველი სტუდენტი აქ სწავლობს. შეგვიძლია ასევე ორგანიზება გავუწიოთ გამორჩეულ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც აქამდე ძირითადად ბუდაპეშტში ტარდებოდა. სურს, რომ მსგავსი ღონისძიებები სეგედშიც ვიხილოთ. რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. რეკრუტებმა ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს. საზეიმო ღონისძიებას წინ უსწრებდა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა, რომელიც წვეომდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიარეს. გავიარეთ ვიზიტი კურსი. ამ კურსს გავდიოდით 8 კვირის განმავლობაში. ვიზიტი კურსზე ნებაყოფლობით ვარ წამოსული, რადგან ვთვლი, რომ მე და ყველა ახალგაზრდა მამაკაცი ვალდებულია, რომ ემსახუროს თავის სამშობლოს. სამომავლოდ, რაც გვაქვს დარჩენილი პერიოდი, რომელიც უნდა მოვიხადოთ სავალდებულო, გავიაროთ კურსზე, შევისწავლეთ უფრო მეტად, უფრო გამოცდილებას მივიღებთ, ასე ვთქვათ, როგორც მედიცინაში, როგორც საბრძოლო გადაადგილებებში. სამომავლოდ კიდევ ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, რომ გამოგვადგება პირად ცხოვრებაშიც, ასევე უფრო მეტი мотиваცია იქნება თავდაცვის ძალებში გაწევრიანების. ღონისძიებას წინ უძღოდა 8 კვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამა, სადაც რეკრუტებმა შეისწავლეს სხვადასხვა დისციპლინები. ფიცის დადების შემდეგ ეს რეკრუტები გადადაწილდებიან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ლოჯისტიკის და ავიაციის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფებში და გაივლიან წვრთნელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე სტუდენტური ფესტივალის სტუდფესტი 2025-ის ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა 30-ზე მეტმა უნივერსიტეტის სტუდენტმა მიიღო. ფესტივალი, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას და კულტურულ საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ შეკრებილი ამ არაჩვეულებრივ გარემოში მოსული სტუდენტები, როგორ გულშემატკივრებენ საკუთარ უნივერსიტეტებს, ეს დღე დარწმუნებული ვარ, მათთვის იქნება დაუვიწყარი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არის საოცარი ატმოსფერო დღეს. ამდენი ახალგაზრდა შეკრებილი ერთად აღნიშნავს ესეთ მაგარ ღონისძიებას. ბავშვებს მინდა წარმატებები უსურვო სტუდენტებს, სპორტული ღონისძიების მონაწილეებს უსურვო გამარჯვებები და წინსვლა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ახალგაზრდული ფესტივალი სტუდფესტი 2025 აქტიურ ფაზაში გადავიდა. დღეს 10-ზე მეტ პარალელურ სპორტში მიმდინარეობს შეჯიბრებები, განსაკუთრებით ლამაზი იყო სტუდენტების და გულშემატკივრების შემოსვლა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს აქტიურად არის ჩართული სტუდფესტ 2025-ში. დღევანდელ 9 სახეობიდან ყველაში აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას და საერთო გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელსაც საუკეთესო უნივერსიტეტი გახდა. ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა ათინათის საბერძნეთის დედაქალაქში 2 სპექტაკლი წარადგინა. პირველ დღეს მაყურებელმა დარისპანის გასაჭირი იხილა, რომლის რეჟისორი ირინე ჩხეიძეა. მეორე დღეს კი რეჟისორ ბადრი წერედიანის მიერ დადგმული სამანიშვილის დედინაცვალი. აღსანიშნავია ის, რომ სხვადასხვა დროს ორივე სპექტაკლს საერთაშორისო სამოყვარულო ფესტივალებზე გრან-პრი და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მიღებული. სასიამოვნოა ემიგრანტებისთვის ემიგრანტებთან შეხვედრა. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ჩვენ ყველანი საზღვარგარეთ ვიმყოფებით ემიგრაციაში და ასე ვფიქრობ, რომ სადაც ვართ ჩვენ და ვაკეთებთ ქართულ საქმეს, იქ არის საქართველო. ძალიან თბილი მაყურებელი, დაგვხვდა ძალიან თბილი კოლექტივი, ადგილობრივი თეატრი და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, ასე რომ მადლობა ყველაფერი ამისათვის იმ ხალხს, ვინც ეს საქამდე მიიყვანა. ძალიან ემოციურია ის რომ უყურებთ რომ ქართველები ერთმანეთს ჩუქნით ამ ხელას სიხარულს. ძალიან საინტერესო წარმოადგინეს ორივე სპექტაკლი, ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს ემიგრანტებს და ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო რომ ემიგრანტებმა ემიგრანტებისათვის ითამაშეს და ეს სიხარული მიანიჭეს. ზეთით შესრულებული 53 ტილო გუდიაშვილის სკვერში თანამედროვე მხატვრის დავით ჩავგულიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრების უმეტესობა ვეფხისტყაოსანის შთაგონებით არის შექმნილი. ნაწილი კი გუდიაშვილის სკვერისა და მისი მიმდებარე ქუჩების ინსპირაციით. ასევე შეხვდებით რამდენიმე კარიკატურულ ნიმუშსაც. 53 ნახატია, 2 კარიკატურა, ეს არის ზუსტად ის ასახავს ჩვენ მშენებლობის პროცესში როგორ მიდიოდა მშენებლობა. ვეფხისტყაოსანის სერიები მაქვს შექმნილი, რომელიც ერთ-ერთი სერიაც სხვა შორის აი ამ გუდიაშვილის ბაღში ხდება, აი იქ არის ეს ნახატი. და რა ვიცი, ესეთი ლამაზი საღამო მინდა რომ შევქნა დღეს. სიმბოლური დატვირთვა აქვს ის, რომ გუდიაშვილის ბაღში, სკვერში გააკეთა ესეთი კარგი გამოფენა, თან ძალიან კარგი ატმოსფერო შეიქმნა. თითქმის ყველა ნამუშევარი ვიცოდი და რა თქმა უნდა, თავის სტილობრივი ნამუშევარი აქვს, ძალიან სახასიათო და ძალიან სასიამოვნო ნამუშევრებია. ესეთი რომ ადამიანებსაც რო უყურებ, ღიმილს გვრის ყველა სახეზე.